რა ლამაზი ხალხია შეკრიბი ერთად. ჩემი მიშა. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი აზრით, ჩემი აზრით დაასწრაფ მე ვახტე კაცმა. იმიტომ რომ არის საკმარისი რესურსების და შესაძლებლობები ხალხს დავეხმაროთ. ეხლა მაგარი წელიწადში იპარავენ დაახლოებით 2 მილიარდ ლარს და მაგის 90% მაინც როგორ მოვაბრუნოთ და მოვაბრუნებთ ეგრევე. შეგვიძლია პირდაპირ დავეხმაროთ ხალხს და დიდი რაოდენობით. დავეხმაროთ პენსიების 400 ლარიანი, დავეხმაროთ ხელფასები, დავეხმაროთ შესაძლებლობები სამუშაო შემოსავლიანი. ძალიან გულშემატკივრები ვართ ძალაერთობაში, ამისი სუყველა. ძალიან დიდი მედალს ვამყარებთ მთელ გაერთიანებულ ოპოზიციაზე. მაგრამ უპირველესად იმას ვთქვათ, რომ აი ამ ახალგაზრდებმა მოგცეს იმის საშუალება, რომ თქვენ გაგსაუბრებოდით და ჩვენ ალბათ ვერაზროს ვერ მოვახერხებთ, რომ უშუალოდ თქვენ გაგსაუბრებოდით. აი როცა თქვენ მოგზადებთ უშუალოდ თქვენი თამადობით, ღმერთით მოგზადებთ. გაითვალისწინეთ რა შეცდომები ჩვენ ძალიან ბევრი ხელმძღვანელობა გამოვიცვალეთ და აი ძალიან გქონთ გაითვალისწინეთ ის შეცდომები რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა და პირველად ძალიან გქონთ მიხედეთ სოფლის მეურნეობას დაქცეულია ქვეყანა უფსკრულის პირზეა მისული საღაცა ვიღაცის ბოდიში და მაპატია და სიტყვაზე და მოთრეულ რაღაც პროდუქტებს ვჭამ ნადგურდება პატარა ბავშვები და ძალიან გქონთ ჩვენ სოფლის მეურნეობებს და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს ჩვენ გვაქვს იმის უნარი ყველას და იმარჯვენ რა სულ ქუდი და საციგარეთ გამოყარა და ზემო აჭარიშის დროხები აღარ იწება ზე აღარ არის Bluetooth almasani dunduva savi dai tu ali. თუ ხასიათზე დეპრესიაშია, ხარისხი დავარდა, ნარკოტიკები მართლა შემოვიდა მასიურად და გეტახვევით სოფლის მეურნეობის საქართველოს შეუძლია იყოს სოფლიო ბრენდი იტალია როგორც არის სოფლის მეურნეობაში, მართლა ჩვენ ბაზარზე კი არა, საქართველოს შეუძლია გაკეთოს თელ სოფლიოში ისეთი ბრენდი. კი ბატონო. ჩვენი თავი გამოგებია თუ ქეცა შემოვიდა. იმიტომ ბატონო მაპატიოთ სიტყვა შეგაწოდეთ იმის